არასაპარლამენტო ოპოზიცია კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძის ბლოკი ლეიბორისტული პარტიის სასარგებლოდ აჭარისწყლის, მაჭახელასა და სარფის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებს ხსნიან. როგორც მერე ხოხობერიძე აცხადებს, მიიღეს გადაწყვეტილება მოხსნას სუსტი კანდიდატები და ძლიერ კანდიდატებს დაუთმო ხმები. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ლეიბორისტულმა პარტიამ ფერიის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ლეიბორისტული პარტიის კანდიდატმა არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატს დაუთმო ასპარეზი. როგორც დავით რობაქიძე აცხადებს, ამ გზით ხელს შეუშლიან ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს გამარჯვებაში. არასაპარლამენტო ოპოზიციამ ლეიბორისტულ პარტიას კონსტიტუციის შედეგად დაუთმეთ აჭარისწყლის თემში, მაჭახელის თემში და სარფის თემში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ და ერთობლივად მოვხვდებით და ვითანაშაულებთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, იმის იმედად, რომ ქართულ ოცნებას გააჩნია მის ყოველდღიურად გვიმტკიცებენ, რომ ისინი მოდიან უმრავლესობაში ეს ტყუილია და ჩვენ შესაბამისად გვაქვს გამარჯვების იმედი. იმისთვის, რომ ნაციონალურმა ოცნებამ არჩევნები წააგოს და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს მოსახლეობის წამება, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს მოსახლეობის ტყუილი, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ფერიის მაჟორიტარულ ოლქში, კონკრეტულად ვაკონკრეტებ, ფერიის მაჟორიტარულ ოლქში, ეს არის ხელვაჩაურის 93 საარჩევნო ოლქის მე-12 მაჟორიტარული ოლქი, მოუხსნათ კანდიდატურა არასაპარლამენტო ოპოზიციის სასარგებლოდ.